ხედავთ ძალიან დიდ ბრძოლას ეკლესიის მისამართით. ღმერთი სად იყო, როდესაც თქვა ბოროტებას ჩადიოდა ადამიანი? შეუძლია თუ არა ქრისტიანს და მართლმადიდებელს მიიღოს მონაწილეობა ჰელოვენის დღესასწაულში. რაც საეკლესიო ღვთისმსახურების გაშარჟებას, რაც საეკლესიო ღვთისმსახურების ან ტრადიციის, თქვა, საწინააღმდეგოდ მოქმედებას ნიშნავს, ეს ყველაფერი ცოდვაა ბუნებრივი. თუ ადამიანს არ წამს ღმერთის, ესე იგი არ იყოს თავისუფალი? ჭეშმარიტი თავისუფლება გახლავთ ის თავისუფლება, როდესაც ადამიანი ღმერთს უმორჩილებს თავის ნებას. აღუდექით წინ მშობლებსაც, თუ კი თქვენი შინაგანი მოთხოვნილებები არ მოდის ერთიანობაში მშობლების დარიგებას. სიყვარული ეგოიზმშია სინამდვილეში არეული. იყო თუ არა პირველი რევოლუციონერი ლუციფერი? ღმერთთან თავის გატოლებას იცით ვინ ინდომებს? ვინც ცვლის მის მცნებას.